გაძლიერდეთ ღვთისმსხალობა, ჯანმრთელობა, სულიერი წინსვლა, განთავისუფლება ცოდვებისაგან, ყოველგვარ ამაღლება სულიერი მინდა გისურვოთ. მინდა შენდობა გისურვოთ, რომ შეგინდოთ უფალმა თქვენს შეუნდეთ ყველას. საკუთარ თავსაც ზოგჯერ ყველაზე ძნელია რომ საკუთარ თავს შეუნდო ადამიანმა. რა თქმა უნდა, გამფლიანებას გისურვოთ სულიერს. დგომის დღესასწაული ისეთ დღესასწაულია, რომ ადამიანი განახლებული უნდა იყოს და ადამიანი უნდა იყოს ძაღლით სულიერი ძალებით ახსავს და არა გამოფიტული და გამოსრუტული. უნდა იყოს არა ენერგია გამოცვლილი, არამედ პირიქით. რაცა უნდა დაიღალოს დიდმარხვაში, რაცა უნდა ბევრი ილოცოს, რაცა უნდა ბევრი იღვაწოს პირიქით უფრო მეტად პარადოქსია, მაგრამ უფრო მეტად უნდა აფსილი იყოს სულიერი ძალებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები იყო და არის და იქნება, ესე უნდა იყოს ალბათ, იმიტომ რომ ესე არის საჭირო და ესე ჩვენს მოთმინება გმართებს. ამიტომ აი ეს განახლება, სულიერი გაძლიერება, პირიქით უფრო მეტი ოპტიმიზმი, მეტი წინსვლა, არ გაჩერება მიღწეულზე, ასე ვთქვათ, წარსულისაკენ და უკან არ ყურება, გაანალიზება, შენანება, მაგრამ წინ ყურება, წინსვლა, ასე ვთქვათ, ნუგეში სულიწმინდისა უნდა გქონდეს. ეს მარხვაში იყო ბევრი ნუგეში და მადლი და რა თქმა უნდა, აღდგომის დღეები ეხლა და აღდგომაზეც ეს მადლი მოდის, გამოხსნელი მადლი. ერთი ღმერთის თაყვანისება, მონოთეიზმი, მამის, ძის და სულიწმინდის ერთი ყოვლადწმინდა სამის თაყვანისება უკვე ათავისუფლებს ადამიანს უამრავი ნეგატივისაგან და ადამიანს დიდ სულიერ იმუნიტეტს აძლევს, ძალას აძლევს, წმინდავს მის სულს, სამშვენსა და სხეულს, მთლიან მთელ ადამიანს, მის ყველა შემეცნების ორგანოს წმინდავს და ადამიანი უფრო უკეთესი ხდება, ვიდრე არის, უკეთესი საუკეთესო და ასე შემდეგ. ერთი ღმერთის თაყვანისება ადამიანის გონებასა და გულს წმინდავს, მის მასში მყოფ ნალექს და მასში მყოფ უარყოფით ნეგატივს რაც არის, ეს ყველა ყველაფერს შეეხება რა ზიარება, წმინდავს და გასწვავს. ამიტომ ჭეშმარიტ ღმერთს ჩვენ თაყვანს იესო ქრისტეს, ანუ ვინც ქრისტე იხილა, მან მამა იხილა, საცა ქრისტეა იქ არის მამას და სულიწმინდას და ეს ერთი ღმერთი, რომელზედაც წინასწარმეტყველებდნენ მთელი ძველი აღთქმის თაობები წინასწარმეტყველთა მოვიდა, ჯვარს ეცვა და მკვეთრი დაახსდგა. ჩვენც კი მოგვიწოდა უამრავი ცნებით იმისათვის, რა უნდა ვაკეთოთ და რა არის ჩვენი ჯვარ-ბირთვულობა და რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი და გვაკურთხა იმისაც, რომ ეს გავაკეთოთ და დაგვავალა. ის კი არ არის კარგი იქნება თუ სასურველია რომ გავაკეთოთ, არა. სავალდებულო ცნებები დაგვავალა ჩვენ, სავალდებულო. აი სიხარული ზუსტად ეს არის, ცნებების ცდელობა, ხა იდეალურად შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ცდელობა ცნებების ასრულების ცდელობა. აი ესე უფალი ჩვენთან ერთად ჩვენ შორის არის, ვამბობთ ხო კიდევაც ქრისტიანს ჩვენ შორის განცხადდა სამპიროვნული ღმერთი, რა თქმა უნდა ეს დიდი საიდუმლო ადამიანისათვის მოცემული ბოლომდე გაუხსნელია, მაგრამ ჩვენი სარწმუნოებაში წინსვლის პირდაპირ პროპორციულად ეს ყველაფერი მოგვეცემა და ამ საიდუმლოს კარედი იხსნება. ადამიანს აღამაღლებს ეს რწმენა, ქრისტეს რწმენა აღამაღლებს ამას სოფელზე, ამ სოფლის ნეგატივზე, ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ამ საზღვრებზე და წვალებაზე და ნეგატივზე და ტანჯვაზე და ამ თელ ამოვებათა ამოვებაზე აღამაღლებს ამ უარყოფითზე, ხო? და ყველა უყვარს ესეთ ადამიანს ქრისტიანს. შეიძლება იგი ყველას არ უყვარდეს, არა მოძულებული ხოთ სახელისა ჩემისათვის ქრისტიანებს, მაგრამ ყველა თვითონ უყვარს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში რომ ყველას სიყვარული აჩქოს, ყველასადმი კეთილგანწყობა გამოიჩინოს, გამოამჟღავნოს რაღაცა კულტურული ნეტარი კეთილგანწყობა, სხვასაც გადადოს პოზიტივი და არა თავის ცუდი ხასიათით სხვასაც მოუწაბლოს ხასიათი და გაუფუჭოს ცხოვრება, ხო? არა. შენ რომ იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ შენ რომ არ ხარ ხასიათზე, შენ რომ არა გაქვს რაღაცა კარგად, შენ იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ სხვას არ გადადუდეს და სხვაზე გენერაცია ამისი არ გაგენერირება, არ გააკეთო ამისი, სხვაც არ მოიყვანო ამ რეზონანსში შენი, ასე ვთქვათ, ვიბრაციის ეზოში. პირიქით, შენ უფრო უკეთესზე ამაღლდი, თუ არა და სხვას ნუ შეაწუხებ, ნუ ჩემი ქონებით, ნუ ჩემი ხასიათით და კაპრიზებით, ნუ შეაწუხებ შენს სხვას შენი რაღაცა
არასწორი წარმოდგენები და ასე შემდეგ. არ უნდა ქრისტიანობა მორიდება, ქრისტიანობა არ შეწუხება, არ დათრგუნვა, ენერგიის არ გამოწოვა, თორე სხვის ხარჯზე, ენერგიის გამოწოვის ხარჯზე, ვამპირიზაციის ხარჯზე ცხოვრება, სხვისი ენერგიის ხარჯზე ცხოვრება დიდი ხანი ვერ სტანს და იმ ენერგიას, რომელსაც დაუშვათ წაიღო ადამიანმა, მაინც ღვთისმსაჯდებლად ვერ გამოიყენებს. ისიც მაინც ორლესული מחმილებით ნეგატივში გადადის, ვერ იყენებს. ამიტომ პირიქით ეს დინამიკური დაძაბულობა, რომელიც წოვს ადამიანს სულიერ ძალას, ეს არ არის სულიერი რაღაცა პოტენციალი. დინამიკური ეს დაძაბულობა, ნეგატიური დაძაბულობა, პირიქით ეს ხლიჩავს ადამიანს. პირიქით, რაც მშვენიერია, ამას ინათ ვამოდგენთ, რაც მშვენიერია, ის მთლიანი და რაც მთლიანია, მას მშვენიერების დამახასიათებელი თვისება, გამთლიანებული უნდა იყოს ადამიანი. რა თქმა უნდა, აქ უამრავი ფარული ნაკადებია, ნებსით უნებლიეთ ცოდვები, ხომ? აზრით, სიტყვით, საქმით, დღისით, ღამით, ვინა ვარ ცოდვები, ყველა, მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს და კულტურა აქ იმისა, რომ ცდელობის კულტურა იმისა, რომ უკეთესი გახდეს, კულტურა იმისა, რომ მადლი მიიღოს, კულტურა მადლის შენარჩუნების და მადლის განაწილებისა. ეს უკვე დიდი მის სულიერ, ასე ვთქვათ, პოტენციალზე, სულიერ მასშტაბებზე მეტყველებს და როცა ადამიანი ძალიან პატარავდება ეგოიზმში და იზრდება მისი ეგო, პატარავდება მისი სულიერობა, მაგრამ იზრდება მისი, ასე ვთქვათ, ეს ეგოცენტრიზმი, მაშინ როგორც დიდი ბუშტი იბერება და შემდეგ რაღაცა კრიტიკულ ზღვარს დრეკადობისა ის მემბრანა იმ ბუშტისა მიაღწევს ის დრეკადობის ხარისხი და შემდეგ გაგვივლია ეს ყველაფერი ბავშვობაში ხო ფიზიკა-მათემატიკაში. მე როცა არის კოეფიციენტი იმისი, როცა მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, წყდება და არაფერი აღარ რჩება მისგან. და სანამ ამ ფინალამდე მივა ადამიანი, მანამდე უნდა უსაშვილოდ, ასე ვთქვათ, საკუთარი თვითმსახურება, თვითგანდიდება, თვითმორჩილება, თვითთაყვანისცემა, თვით რაღაცა მსახურების კულტი უნდა გადადოს და უფრო მეტად მიხედოს საკუთარ, ვთქვათ, დამდაბლებას თავისა. ისედაც ჩვენი ცხოვრება რა არის? თხოვნა, სულ თხოვნა და ვედრება. ღმერთო, გამწმინდა მეწოდული. ასე ვამბობ მთელ დიდ მარხვაში, რომ ვიმეორებდით იმ ლოცვებს, მექანიკურ დეკლამაციას ხო არ ვაკეთებდით. ღმერთო, გამწმინდა მეწოდული. ღმერთო, შემინდე ხო, განწმენდა არის მთელი ჩვენი ცხოვრება, არის განწმენდის თხოვნა, შენდობის თხოვნა ღვთისაგან. ეს ინტერვალი, რაშიც ვარ მიწიერი ცხოვრების, ეს არის ჩვენ განწმენდა ღმერთო, რაც მე არ შემიძლია და შენდობას თქო, მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს შენდობის თხოვნის პროცესში ვართ ჩვენ. მეტი ჩვენ ეს ვარ ღმერთის იმედზე ვართ. ერთადერთი ჩვენი ყოფიერების, ასე ვთქვათ, თავარი ფუნდამენტი ეს არის ღვთის ის რომ ღმერთი შენდობას გვაძლევდეს და ღმერთს შენდობა ვთხოვოთ, ეს არის. ასე ამიტომ ძნელია, მაგრამ რა ვქნათ? ადვილი არაფერი არის, ძნელია ცხოვრება და ყოველთვის ეს დავალებები ყოველთვის იქნება აქტივში და ყოველთვის იქნება თავის, ასე ვთქვათ, მძიმე იქნება და ძნელი, მაგრამ სულ მუდამ ამის საწინააღმდეგოდ გადალახვა, სულ მუდამ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება, ყოველთვის მისადმი ვედრება, ლოცვა, სულიერი, ასე ვთქვათ, შინაგანი, ესეთი შინაგანი ნუგეში აუცილებლად მოვა. ამიტომ მინდა ეს გისურვოთ, მინდა ძალა ქრისტეს სარწმუნოებისა გქონდეთ და მინდა რომ აი ამ ოპტიმიზმით, სულიერი წინსვლით იაროთ. სახელით მამისათა და ძისათა და სული საწმინდისა და ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა.